როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ მოშივდა ოჯახს და ისევ საგონებელში ჩავარდი, ამჯერად რით ვასიამოვნო ჩემი საყვარელი ნათესაობა პეთქო. ისეთი კერძი გამოვიდა, მეგონა 2 დღე მაინც მეყოფოდა, მაგრამ არა, 1 საათში გაქრა. რა თქმა უნდა, ნოსტეს ქათამი დამეხმარა ამ ყველაფერში. მე და ქათამი ცოტა ვერ ვმეგობრობთ გასუფთავების ნაწილში. ადრე იზედებს ვაკეთებდი, ნახევარი ხორცი მიყვებოდა. ეხლა რა შედარებაა. მოკლედ, როგორც იქნა მივედი იმ ნაწილამდე, სადაც ქათამი დავამარინადე სოიოს соуსით, პაპრიკით და ცოტა ზეითუნის ზეთით. შემდეგ ქათმის ნაჭრები ამოავლეთ ფქვილში და გადაიტანეთ ზეთიან ქვაბში და დაუბრაწეთ გვერდები. ამასობაში დაჭერით ყველაფერი სხვა დანარჩენი. სოკო, ხახვი, მწვანე ხახვი, ქინძი და ტარხუნა. სწორედ ტარხუნაა ის მთავარი და სასწაულმოქმედი ინგრედიენტი, ასე რომ არ გამოტოვოთ. შემწვარი ნაჭრები გადააბრძანეთ სხვა ჭურჭელში და იმავე ქვაბში დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. მოხრაკეთ ხახვი და სოკო. ცოტა ხანში დაამატეთ თეთრი ღვინო. დააჭყიდეთ ნიორი და კიდევ 5-7 წუთით დადგით ცეცხლზე. შემდეგ გადაიტანეთ არაჟანი. თქვენ ნაღები ხომ არ გეგონათ. დაამატეთ მწვანილები, მარილი, პილპილი, აჯიკა, სულ ცოტა წყალი, რომ მასა ოდნავ გაათხელოს და ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები. დადგით ცეცხლზე არაჟნის წამოდუღებამდე და შემდეგ მივიღებ მადლობებს ესოდენ გემრიელი სატირისთვის. ვისაც ტარხუნა არ გიყვართ, არ მკითხოთ რითი შევცვალო. ჩემთვის ტარხუნა შეუცვლელია. გემრიელად მიირთვით.